მოგესალმებით, ამბასადორი კაჭერთიდან. დღეს ჩამოვედით, ტურნირი იწყება. უბკოს 1000-იანი მასტერსი. ძალიან სერიოზული ტურნირი. ჩამოვედით ოჯახი. ტენის დუო, რა თქმა უნდა, აქ არის, თავარი ივენტებს, რა თქმა უნდა, არ გამოვაკეთება. როგორ ვიგზავრეთ? ეხლა აღარ მინდა ეს რაღაცა გადავუხვიეთ. გლდანით, კახეთ ჩამოვედით, გლდანით გავლით. იმიტომ რომ გოგოებმა მთხოვეს რომ რაღაცა დიდიტო დამათვალიერებინოთ. ის კი არა რომ შემეშალა გადმოსახვევი ვაზისუბათან. ეგ არ ყოფილა, არა, ეგრე არ იყო. პანა. ჩემი ტენისის ეკიპირება, რა თქმა უნდა, ადგილზეა. ჩემი დაც, რა თქმა უნდა, ადგილზეა. ნანა, გაიცადით? ტენის თამაშობ მე. ეს ვიდეოში გაგაცნობთ კიდევაც ჩემს ეკიპირებას. იცით უკვე რომ გომირი იყო ჩემ ფედერერი, პროსტაფით დავიწყე, მაგრამ ნენელა უკვე ეხა ჩოგნები შევიცვალე და ახლა უკვე ბლეიდით თამაშობ და ერთ-ერთ ეპიზოდში რომ შორტ ვიდეოში ხო ხდები ჩვენ რაღაცეებს ალბათ გაგაცნობთ, რა ჩოგნები თამაშობთ, სადაც შეიძლება რომ შეიძინოთ, ვისთვის რა შეიძლება იყოს უმჯობესი და ასე შემდეგ. აბა რა ხდება? შვენიერი უცბად შემოსასვლელმა გაასწორა. წინა ტერასა, ვილის მეგობრებო, პატარა პუდრო, მოსასხლომი შვენიერი მეგობრებთან ერთად რამდენიმე ადგილიანი. სპორტების ტერიტორია გვაქვს სადღაც წინ და მარჯვნივ, ალბათ სავარაუდოდ, უბრალოდ არ ვიცი. გავერკვევით, ეს მარჯვენა მხარეს განლაგებული ვილებია და წესით უნდა იყოს პირდაპირ და მარჯვნივ. ჩვენთვის თავარი ტერიტორია არის, საკვანძო ბრძოლის ველი არის და გამარჯვების ადგილი. მე ხა შემოგთავაზებთ ვილის ტურს. ეს არის თავარი შემოსასვლელი. ულამაზესია. აი აქ ისვენებენ. ძალიან დავიხარეთ გზაში მოგეხსენებათ. წამოდი ხა შენი ოთახი უნდა გაჩვენო. პირველი ლელუკას და ნანას ოთახი. ლელუკას გაგცნობ ცოტა ხანში. ისეთი ულამაზი ძალიან ყუდრო და ძალიან საყვარელია. ძალიან მომწონს. მორჩამი აქუჩები. აქედან ვერავინ გამოგდებს. ეხლა შეგეხედათ ეს აბაზანში. აქ არის მეორე საძინებელი, შედარებით პატარა. აქ არის კიდევ ერთი აბაზანა. ეს დამატებითი ლელუკა, გაიცანით. ჩემი და უკას ოთახი, ნახოთ. ჩვენი საძინებელი. უზარმაზარი გარდარები გვაქვს და მგონი იცოდნენ რომ 20 კილოიანი ვარგით მოვდიოდი 2 დღით. ჩემს უკან თქვენ ხედავთ ახლა ჩვენი კაჭრეთის ტურნირის მონაწილეებს, მათ შორის 2-მა უკვე მიიღო მონაწილეობა და ნახოთ როგორ დასრულდა, მეც არ ვიცი, არ გამიგია და ერთი იმზადება. აბა რამე ვიხართ, გავარჯობათ. აბა რამე ვიხართ. მე გამოვარდი პირველივე წლიდან სამწუხაროდ დრამატულ შეხვედრაში, საკმაოდ უხერხულ მეტოქესთან და თან ნერვებით შეიწირა ჩემი ამ ყველაფერმა, თან თამაშთაც არ ვარ უკმაყოფილო, უბრალოდ განსხვავებული სტილის მოთამაშეს ვეთამაშე რა. თუ ხარ შენს გამო, მაგრამ აკობ შენაკენი. ეს ლეშკა მოვიგე. გილოცავთ. ეხლა მე მინდა დაგამშვიდოთ, რომ მე ჩემს გაკეთებულს შევაქებ, რომ ძალიან გემრიელი სათვალე გელოდებათ. რამდენიმე წუთში იწყება ჩვენი თამაში და ბატონო უტა, როგორი განწყობა გაქვთ? განწყობა შემართებით, მოსაგებად გავდივართ ყველა ვარიანტში. რა ვიცი, მედია რომ ჩვენი ტიპები განხორციელდება რა. და ვის ეთამაშები? ჩვენს მეგობრებს, ლევან ზაიცევს და ლუკა ბლიაძეს. ზაიცევი უძლიერი მოთამაშეა, ბავშვობიდანვე დადიოდა ჩოგბურთზე და კარგად თამაშობს. ლუკაც კაი ტექნიკის მქონე, მემარცხენე, კაი ადამიანი, კაი კაცი, ჯიგარი. მოკლედ კაი თამაში უნდა იყოს ყველა ვარიანტში. ძალიან კარგი, თვალს ვადევნებთ ჩვენ და გულშემატკივრად, მაგრამ ცოტა დაღლილი ხომ არ ხარ შემთხვევით. რამე მხომარ დაგყავათ? უძილობა, პირველ რიგში, ძილი მაკლია, ცოტა ქვია ჩამოვედით და გუშინ ხამეს რაღაც პუნჩი გადავათენეთ. 3 საათი გვეძინა. მაგრამ ეგ არაფერი, აი ცოტა ხანში ეხა უფრო გავხურდები და დავიწყოთ ყველაფერს და მოვიგებთ რა. ეხლა გაჩვენებთ ჩოგბურთამდე გახურების 2 ტიპი. პირველი ჯიბა.
Stay in touch. მეგობრებო, სამწუხაროდ კარგად არ მიდის ჩვენი თამაში და ჩვენ გადაწყვეტეთ რომ არ ვუყუროთ. მოდი ცოტა ხანი სხვა გადავიტანოთ ყურადღება და რასაც უყურებ, ეხლა რა ხდება? აბა როგორ შეგვიფასებ თამაშს და რა ჭირს ჩვენს ბიჭებს? ძალიან რთული თამაში მოუწიათ პირველივე წრისთვის, იმიტომ რომ ორივე წყვილი ძალიან კარგია, ჩემი აზრით. აქ აი მცირე ფსიქოლოგიური უპირატესობა და უკვე გადაწყვეტილი შეიძლება მაგ ამბავში ყოფილიყო თამაშის ბედიდან. ამ ეტაპზე ვფიქრობ, ლევანმა და ლუკამ მაგ ამბავში აჯობეს და ამ ფსიქოლოგიის ხარჯზე უკვე თამაში აერიათ უტას და ნიკას და თორე აი ასეთი თამაში როგორც ეხლა გაგძელდა და რასაც უყურებდით და აღარ უყურებთ, არ უნდა ყოფილიყო არც ერთ შემთხვევაში, იმიტომ თანაბრად დაიწყო და ნუ აი ჩოგბურთი ზოგადად მენტალური თამაშია ძალიან და ერთი პატარა შეცდომა და შეიძლება მთელი თამაში აგერიოს რა. მაგრამ მე მჯერა რომ აი ამ ანგარიშთანაც შეიძლება მოგება ისევ მენტალობის ხარჯზე. ეხლა გეტყვით რა ანგარიშზე არის საუბარი, მეორე სეტს აგებენ 4-1, ხო? უკვე 5-2-ია და მე აღარ ვუყურებ უკან ესე რა. მე მგონი მატჩი დასრულდა ამას სოფიაში წავაგე და მენტალურად ვერ გავიმარჯვეთ. სადებიუტო ტურნირი იყო სეზონის, ამიტომ ეს არაფერს არ ნიშნავს. ვარჯიში და მონდომება ყველაფერს შესulis სეზონის ბოლოს ჩემი აზრით. ქვენი კომენტარი პირველი. კიდე კაი სასველები წამოღებული გვაქვს ხომაც მე და რავი. ორი დღე აქ ავად კაი ტერიტორია, საკაიფო. ბიჭები თამაშობენ ჩვენი მეგობრები და რავი დავლებთ რა. დასასვენებლად ჩამოვედით. სწორა. თავისუფლად საკაიფოდ გამოვიძინებთ. მე ხა ერთ კითხვას დაგისვამ, როგორც ჩოგბურთელი, წარმოიდგინე, გეძინა 3 საათი. მე მოიმზადე, იმგზავრე 3 საათი, იმიტომ რომ გზა აგერია და სხვაგან გადაუხვე საათნახევრის გზას გაცდი. შემდეგ კიდე მთელი დღე არ დაგისვენია და პირდაპირ მოდიხარ და თამაშობ. ანუ როგორც ჩოგბურთელი, აი ხორთულია. ეგ არის ძალიან რთული და მეც ბევრჯერ გამომიცდია რომ არ ვიყავი მომზადებულად და საერთოდ სხვა თამაშს თამაშობ. ანუ რეალურად როგორც სამსახურში ვერ წახვალ ადამიანი დაღლილი და ვერ იქნები ისეთი პროდუქტიული როგორც გამოძინებული და სვენებული ხარ, ზუსტად იგივეა რა. ერთი რითმის არევა, ჩოგბურთში არის მუსიკისნაირად. რითმი თუ აგერევა, მთელი თამაში გერევა და დაღლილზე გამორიცხულია ეგ რითმი მაგ ტემპში შეინარჩუნო. ამიტომ ეგ გასათვალისწინებელი ნიუანსი აუცილებელია. მოგესალმებით აპკო კაფის ფინალიდან, რომელიც კაჭრეთში ამბასადორში ტარდება. ეხლა ჩვენს უკან თამაშობენ აღაშკი კალეიშვილი და ლევან საიცევი, ისეთ ყოფილი პროფესიონალი მოთამაშეები, რომელთა პროფესიონალური კარიერა არ შედგა, თუმცა სამოყვარულო ტურნირებზე უკვე საკმაოდ წარმატებით ასპარეზობენ. ძალიან სანახაობრივი და დაძაბული მატჩია. იტოვებთ კადრებს ფინალური მატჩიდან, საიდანაც გაიგებთ თუ ვინ გახდა აპკო თასის გამარჯვებული. ხოლო იმისათვის რომ სხვა სიახლეებს ადევნოთ თვალი, გამოიწერეთ ჩვენი არხი.
ძოლის ყიჟი ნამოგვესო. ახლა გასხოვებაა შეხე. არ ჩანდა ძმა, იმის ბურთს ვერ ხედავდა ადამიანი და მაგითა წააგო. თუ დაგვასპონსორებთ, ესე დავიჭერთ თქვენს ნებისმიერ სასმელს ან პროდუქტს და დავარეკლამებთ. გოგონები გამოგვართმევენ, დალებენ ან შეჭამენ გემრიელად. ესე რომ დაფიქრდით, სერიოზული შანსია.